ძალიან დამავალა ბატონმა ბერძენიშვილმა, რომ მიტანს პოლიტიკაში. Სიმართლე გითხრათ, ბატონი ბერძენიშვილის აზრი ნამდვილად ნაკლებად მაინტერესებს, მე გაცილებით უფრო მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი, ვინც ახლა ჩემს გვერდით არიან და იმ ათასობით, 100,000-ობით ადამიანის აზრი, ვინც მხარს მიჭერდა საპრეზიდენტო არჩევნებში და ამით ხაზს უსვამდა, ასე ვთქვათ, გადაუსვა ხაზი ლევან ბერძენიშვილის და მისნაირების აზრს და კომენტარებს და ასევე მხარს დაგვიჭერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მე სხვათა შორის შემთხვევით მოვისმინე ეს კომენტარი და ძალიან გამეცინა, იმიტომ რომ ამ ტიპის კომენტარი, მე არ გავაკეთებდი ამაზე ასეთ ვრცელ კომენტარს, რომ არაჩვენებდეს ეს კომენტარი სინამდვილეში რამდენად ბრჭყალებში ტოლერანტული გახლავთ და შემწყნარებელი ბატონი ბერძენიშვილი. რომელიც ლაპარაკობს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ლაპარაკობს იმაზე, რომ არავინ არაფრის გამო არ უნდა დაიჩაგროს და მაყვედრის, რომ თურმე მე ბედნიერი უნდა ვიყო იმით, რომ ის არ მჩაგრავს ჩემი ოჯახის და ჩემი მამის გამო. ეს ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ მოვადრო და კარგად გამოჩნდება, ვისი წარსული უფრო ღირსეულია და მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრების წარსული არის განუზომლად უფრო ღირსეული ვიდრე ბატონი ბერძენიშვილის. ამის დროც მოვა, მაგრამ მისმა კომენტარმა, რომელიც მამაშვილის ურთიერთობაში ჩაერია, ოჯახის წევრების, მშობლის და შვილის ურთიერთობაში ჩაერია, მისმა კომენტარმა ძალიან ნათლად გვაჩვენა ჩვენ, რა ფასეულობების მატარებელია ის და მისი თანაგუნდელები, რამდენად ფასეულია მათთვის მამაშვილობა, დედაშვილობა, ოჯახის წევრობა, უფროს უმცროსობა და ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის ეგრეთ წოდებული ტოლერანტობა, შემწყნარებლობა, ლიბერალიზმი, ვითომ და სხვისი უფლებების დაცვა მისთვის და მისი თანაგუნდელებისათვის სხვა არაფერი არ არის თუ არა პოლიტიკური ტრიუკი და პოლიტიკური ქულების ჩაწერა. აი, მხოლოდ ამის გამო გავაკეთე მე ესე ვრცლად კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, თორემ ისე გარწმუნებთ, რომ ის ნამდვილად არ იმსახურებდა და მისი კომენტარი ვრცელ განმარტებას. იცით რა, ეხლა ჩემი მხრიდან ბატონი კახა მომეხმარა და ცოტა უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ქართველი კლასიკოსის სიტყვების მოშველიება, მაგრამ ეხლა მე ძალიან კარგ მადლობთ გიგლა. მე ვიცი ჩემი პოლიტიკური წონის ფასი. და ის რომ დღეს ჩემს გვერდით არიან ის ადამიანები, ვინც აქ არიან და ჩვენ ვართ ერთმანეთის თანაგუნდელები და თანამებრძოლები, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პრინციპში ბატონ ლევანისნაირმა ადამიანებმა და ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმაც იციან, რამდენად მძიმე წონის პოლიტიკოსთან აქვთ საქმე. ესე რომ ეს ბრძოლა გასაკვირი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ წლების განმავლობაში მართული მედიის გამო მე არ მქონდა შესაძლებლობა და ჩემს მეგობრებს, რომ საზოგადოებამდე ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ცილის წამებაზე მიგვეტანა შესაბამისი პასუხი, ეს რა თქმა უნდა ძალიან დამაზარალებელი იყო ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისათვის, იმიტომ რომ ბუნებრივია მანქანა ცილის წამებისა მუშაობდა, მაგრამ მე მიხარია, რომ მიუხედავად ყველა მცდელობისა, ადამიანები მაინც აკეთებენ ანალიზს და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, სად არის სიმართლე და სად არის, ესე ვთქვათ, ბოროტი ცილის წამება.